მოგესალმებით, მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს ვთქვათ, დაჟანდა სუვაროვსკის პრეზიდენტია, ჩემი ლევანოვსკი არჩევების შედეგები, ეხლა აღარ დაჩერებული, ყველა აღარ დაჩერებული და თბილისში რა ხდებოდა, აბა ბევრმა დაინახა და იმის ვიტყოდეთ, რომ თავიანთი შტაბ-ეჭება ყველას ექნება, ის კი იღებდა იმას შენაში მონაწილეობას, ჩვენ გვინდოდა, რომ იგივე დიდუბის რაიონში ესე ვთქვათ, გამარჯვებული და დამარცხებული პარტიის წარმომადგენლები ყოლოდა, გამარჯვებულებმა არის თორე ჩვენთან ეთერში მოსვლა და ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი ნასიან გიქიაშვილი გახლავს ეთერში, არ ვიცი დღეს ვინც და საინფორმაციო საშუალებებს ჯონი ბაღათურიამ გააპროტესტა ის რაც ხდებოდა ჩვენებში და ფაქტიურად ამ ადამიანმა ბრძანა რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი მუშაობდაო. აგერ არის ხალხური და დეტალებში ისაუბრებს რა ხდებოდა დიდუბის რაიონში, როგორც ჩანს, ესე ჩატარდა ეს არჩევნები არის შეგვიძლია ისევ ადმინისტრაციული რესურსის აპროტესტებას აღმადაღმა. ისე ხალხურნაცია მე ვფიქრობ რომ საკმაოდ ბევრი გექნებათ, მით უმეტეს მოგიტანიათ მასშტაბები, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და თქვენ საგვეთქვით, ჩვენ ამ მოკაფირებს ჩავთავთ, ძალიან ბევრი საინტერესო მომხილებელი ვიდეო მასალა მოაგროვეს ნაციამ და მისმა მეგობრებმა. ვითხარით, კმაყოფილი ხარ თუ არა, იყო თუ არა თემატები, იყო თუ არა ის რაც ადრე ხდებოდა და რა შთაბეჭდილება დაგჭირდა ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების საგან. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ აპრიორი ეს არჩევნები გაღამებული არ უნდა ყოფილიყო, ყველა ის ბოლო პერიოდში მისცა მონიტორინგის უწყების ზუსტად იმ გრაზით, რომ მე ვიყავი ხელისუფლების ტესტი, როგორც ასე გამოსცა, რომელიც მას უნდა ჩაებარებინა, თუმცა როგორც გადაწყვეტილებას გამოსცა ვერ ჩააბარა, იმიტომ რომ როდესაც არჩევნების მიმდინარეობას ვაკვირდებოდეთ, დათო დღის პირველ ნახევარში ვითარება იყო სტაბილური, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ პარტიის აქტივი, როგორც ასეთი დიდუბის მასშტაბით გაახევრებული იყო და ისინი მოდიოდნენ საარჩევნო უბნებთან, ანუ ეს აქტივზე მოხსაუბარი, მოვნებრივ სიებერებად ურეკავდა, გამოდიდა ხმა მიეცე ამა და ამას. ამის ამ დღის პირველ ნახევარში მე შვიდი ვითარება შევინარჩუნე, თუმცა როგორც ჩანს, მათ ეს აქტივი არ ეყოთ. და ბოლოს 4 საათის მერე უკვე წავიდა ესეთი დისნეილენდი მოგვიწყოთ, როგორც ასეთი, აი კარუსელების კასკადი იყო შემიძლია თქვა, იმიტომ რომ გააკავეს ერთდროულად რამდენიმე უბანში, რამდენიმე პირი. ნაწილი აქედან ჩხუბში გაიქცა, ნაწილი თქვა რეაგირება არ მოხდა, ნაწილი გამოეპარათ და ასე შემდეგ, თუმცა ასევე დაკავებული უცნაურ ვითარებაში იყო ძალიან დაკავებული ორი პიროვნება, ერთი ქალბატონი, რომლებიც შევიდნენ ბიზნესმენში მდებარე 52 უბანზე. შევიდნენ ამ უბანზე, და პირადობის მოწყობის შემოწყების მომენტში დაეჭრდა მარკირებას, რომელიც ქალბატონი ატარებდა ის ქალბატონი და არჩენა მის პირადობის მოწყობა კომისიის თავმჯდომარეს. პირველში მადლობა მინდა გადავხადო სწორედ აი ამ კომისიის თავმჯდომარეს ინტერესულ სინდისიერის სამშობლოს. შეიძლება ასეთ ჯობდეს არავინ იცის, მაგრამ ამ ადამიანს აღმოჩნდა, რომ კომისიის თავმჯდომარე კარის მეზობელის სახელი და გვარი ეწერა და მისცა. და უბრალოდ ფოტო იყო იმ ადამიანის, რომელიც ამ შემთხვევაში ხმას აძლევდა. და ასეთი როდესაც იყო რამდენიმე შემთხვევა გააკავეს ერთდროულად 3 პირი, აქედან ორი ჩხუბში გაიქცა. ეს ერთი ჩააბარეს საოლქო კომისიის საოლქოს წარმომადგენელს, რომელმაც მიიყვანა დიღმის პოლიციაში. თუმცა დიღმის პოლიციაში მისულებს, ესე იგი, განყოფილების უფროსის საკამაოდ დიდხანს გვიყურებდა მე და ჯონისაც გაკურებული სახით, რომ რა კაცია და საიდან მოიტანდა და არაფერ მოუყვანიაო და ბოლოს დაფიქსირებაზე გადავიდა, რომ ის არჩევნებში არ არევდა, მაგრამ კიდევ საინტერესო დეტალი, როცა ჩვენ უბანზე მივედით, ორი უფორმო პიროვნება, მაღალი და აღნაგობის პიროვნება გამოვიდა უბნიდან. როდესაც შევეკითხეთ, თუ ისინი ვინ ბრძანდებოდნენ, იმიტომ რომ საკმაოდ საერთოდ გამიუყურებოდნენ და მით უმეტეს მე ხარ როდესაც თითქმის ყველა პოლიციელს სახეზე ვცნობ, იმიტომ რომ აქციებზე ვარ მათთან შენახვედრი, როდესაც ვკითხეთ ვინ იყო, განაცხადა, რომ წყალკანალის თანამშრომლები და ზიანებსაც დამედასტურებელი პირადობის მოწყობის მოთხოვა იმის, რომ ისინი ბრძანდებოდნენ წყალკანალიდან და ორივე ესე ვთქვათ გაიქცნენ, პირდაპირ მნიშვნელობით გაიქცნენ. შეგოძა შეუულებრივი რა ხდებოდა. აბსოლუტურად შემიძლია. ერთ-ერთი დაჯდა 21 მაისის პირადობის მოწყობილობები ხალხი იყო დაბეჭდილი, რამდენიმე და იმები დადიოდნენ. კი, ანუ 21 მაისის სტრაფეჩობოდნენ იმას აკეთებდნენ, უბრალოდ აქ მართლა ის იყო. ძალიან კარგი იყო ის, რომ ამ შემთხვევაში თქვა 29 პარტიაში დავებოდა. ხო. ახლა იყო მარტო ქართული დაცვა და როდესაც თქვა და ხსები იმას, რომ მათ პარტიის აქტივის რესურსიც კი არ იყო 4 საათამდე იმისთვის, რომ ფებრუარში მიქიაშვილის
წინააღმდეგ გადაწყვეტილი იყო და შედეგები დამდგარიყო ჩემს წინააღმდეგ, ამის შემდეგ 4 საათის შემდეგ ამუშავეთ მათ ეს რესურსი. ანუ ვთქვათ, გაყალბების მცდელობა როგორც ასეთი ხო, 4 ხანზე ნამდვილად არ შეინიშნებოდა, შემიძლია ასე ვთქვა, მაგრამ ნუ მე უკვე საღამოს ციფრი იყო დაბალი და იმიტომ მე ეს წარმოიდგინე. აქტივობა იყო ძალიან დაბალი, ეს ასეც იყო მოსალოდნელი. ეს ნამდვილად იყო ასე მოსალოდნელი პირველ რიგში, იმიტომ რომ ზოგადად იყო საზოგადოების ნაწილი, რომელიც თვითონ ზოგადად არჩევნები აღარ უნდა ჩატარებული იყო ამ ხელისუფლების პირობებში, იყო ნაწილი, რომელსაც ძალიან უყვარდი და მოსწონდი თქვა როგორც კანდიდატი, მაგრამ უბრალოდ არ გამოვიდა და არჩევნებზე არის ასეთი კატეგორიის ადამიანები, რომელსაც არ დადიან არჩევნებზე და იყო ზუსტად აი ეს რაოდენობა აქტიურობის, რასაც ველოდებოდი. მაგრამ ნუ ახლა ის რაც საბოლოო ჯამში, ანუ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როდესაც პოლიციის უფროსმა მერი აღიარა, რომ ჩვენ გადავიღეთ ფოტომასალა, ან გვაქვს რომ თქვა ეს თეთრი ფერი შკოდა იყო სახელმწიფო ნომრით G892, რომელიც იდგა მასთან საარჩევნო უბანთან, სადაც მე ეს ორი გაქცეული ჩაწყდნენ. და ამ მანქანაში იყო ეს კრიმინალური პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ორი პიროვნება და როდესაც ეს ფოტომასალა ვაჩვენეთ ამ მოდერნის პოლიციის განყოფილების უფროს, მან აღარა რომ კი ნამდვილად ჩემი ბიჭები იყვნენ, ოღონდ ალბათად წესრიგის დასაცავად და როდესაც ჯერ მკითხა რომ რატო გამიქცნენ, რატო გაიქცნენ, როცა დამინახეს და რომ მკითხა ვინ არის, ანუ შეეშინდა. ხოთარ მოგიწევთ პოლიციელი რომელსაც ჯონდის შეეშინდა და აკა მოდი ჩვენ ჩავხოთ ფირი, აჩვენოთ რა ხდებოდა. ეს ფირი სანამ მაყურებელს ვანახოთ, მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ტელეკომპანიების მიერ გადაღებული ჩაწერილი კომენტარები, რომელსაც საკუთარ დღის ეთერი ვერ ნახა, ანუ ის არ მოხდა ეთერში, აქ არის ჩაწერილი ის ოლქის წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ეს ადამიანი დაკავებული წაიყვანა პოლიციაში. უბრალოდ გიას ურმავა ასეთი პიროვნება, მე გიას აბრალებდა პოლიციის უფროსი, რომ გია იტყუებოდა, მას არავინ აქ არ მოუყვანიო, ალბათ ამას შეეწყო და პოლიციას პროგრამას, იმიტომ რომ ჩვენ ნახოთ. ხო, ჩავხოთ ფირი და ჩვენ ვისაუბროთ, დავარდოთ საუბარი. აი თქვენი საზღვით აი რა ეს არის პოლიციაში როდესაც მივედი. ანუ ის ბევრი გაკურებული პოლიციელი რო გუყურებდა უცებ გაკურებული სახით რომ აიმედეთ და აქ არავინ მოუყანეს. ეს მართლაც საოცარი იყო. ის ადამიანი ვინც დააკავეს ამ გაყალბებული პიროვნების. გახდა პოლიციიდან გახდა. მოუყარეს და გააკეთეს. აურხდა ნუ პოლიცია. აი ხო ვარ პოლიციაში მე. და აქ მეუბნებიან რომ ასეთი არავინ მოუყანია თალკის წარმომადგენელს. შემიძლია აგებინებულობა გადავხადო, მაგრამ ნახავდები შეუძლო მისი წესრიგების შესახებ უამრავი ხმა ითადასდადეს, მაგრამ ხონდა საშუალება ამაში თავად დაუყოვნებულიყავი, ასე რომ რაიმე ეჭვის შეტანა საოლქო კომისიის მუშაობაში შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჯერ მიმდინარეობს შესწავლა ყველა მოქმის, რომელიც უბნიდან მოვიპოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უცნობი, რომელზეც ბალანსი არ არის დასული, ანუ არ თავდება გასცემული ბიულეტენების რაოდენობა, არ ემთხვევა მათემატიკის მიცემული მათარაოდენობა. შემოვიდნენ ვიღაცა უცხობიჭები. ხო და პასპორტები რო შეუმოწმეს, აი ვინც რომ მას აკეთებს მარკირებას, საერთოდ მიიჩნიეს. მე დივანმა შევიდა იმაში კომპიუტერში, ნახა საეჭვოა, იმიტომ რომ ეს პიროვნებები ნამდვილად რომ ყავდით პასპორტებით, უნდათ რომ შემოსულიყვნენ და ისეთი რაღაცა გაეკეთებიათ, რომ რაც რომ ალბათ არ ეკადრებოდა არც ამ უბანს და საერთოდ მე ის იყო რომ ისა ერთი გაიყარა ამ იმაში ცხობში. ხო და მე საოლქოდან წარმომადგენელი მე გვარი არ ვიცი, ვინ იყო ისა ირმა. რა გვარია სურმავა? სურმავა, ხო, დაუძახეს ამათმა და წაიყვანა ეს ბიჭები. და ერთი გოგო. ორი ბიჭი და ერთი გოგო. არა, დაჟე კარებიდან აქეთ არ გამოსულან. იმიტომ რომ კარებშივე უკვე შეამჩნიეს ამათმა, რომ ესე იგი ყალბი პასპორტებით სარგებლობდნენ მას რა ქვია, გასვლას, მაგრამ იცნეთ ხალხმა, დაჟე მეზობლებმაც იცნეს ასახელი და გვარი, თქვენ არ ახართ. ის ხალხი ყოფილა უცხოეთში. ამის სახელი და გვარით ისარგებლის გამართა. რაღაცა საერთო პასპორტების იყო მოსულები, რომელიც გააფიქსირა კარებში დგომა, რომელიც ინდოს მარკეტებს რომელიც უგეთოს. და უიგო მოყვა გაბრუნებულება, არ შემოსულა კარების საკეთად. გავატარეთ თოლქის წარმომადგენლებს. შემოგიოდი. და გიორგი ვინ იყო ეს ადამიანები დაკავდა რა პრობლემას ადამიანები. ახლა დაკავებით ჩვენ არ დამოკავებია კომისიის თავმჯდომარე გამოგვიძახა შეშემოვლეს ვატარებთ თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები კომისიის თავმჯდომარე გამოიყო გახსოვდება რომ მათთვის საერთო პიროვნება იყო აი პირადობის რწმენასთან დაკავშირებით ჩვენ მოვედით რა სხვა საკომპეტენციის ფაქტორი წინდება იმას რომ რაღაც აღუძლებელია იყო შესაბამისად თავდაპირველად დავიყენეთ იდეა იმედი და ამივაცემი ხმა
ეხლა ეს თვითონ რამდენად ის პერიოდის მოწმობა თუ არა მე ეხლა რამდენად არ ვიცი. და საერთოდ რომ წაიყვანეს და გაარკვევენ ალბათ რამდენად იზრდება მის პასპორტი იმასთან შესაძლებელი.